ჩვენთვის გახდა გუშინ ცნობილი. ჩაგვივარდა ხელში და უბრალოდ ჩავიდეთ ხელში. ეს განკარგულება ამასთან ერთად ესე ჩაგვივარდა ხელში რომ პირველი აუქციონი ჩაატარეს, გაიტანეს $10,000 რუსთაველის ქუჩა. გზასად გაგდო ლარათ არა 10,000 ქუჩად 10,000 იმად გაიტანეს საგარანტიოდ მოსწოვეს $8,200. 8,200. ამ ქუჩის მარჯვენა და მარცხენა ნაპირზე ჩაყოლებაზე არის 300 სავაჭრო კერძო მესაკუთრე ობიექტი. ბატონო, აუქციონს ვინ ჩაატარა? აუქციონი გარემოსდაცვის სააგენტო. გარემოსდაცვის სააგენტომ ჩაატარა ეს აუქციონი. ჩაატარა აუქციონი და თქვენ წარმოიდგინეთ, აიყვანეს 15 აგერ ერთ ახლა 15,536,000 ლარი. თუ ამ ხელა ქონება არის აქ 10,000 ლარად როგორ გაიტანეს ეს აუქციონს? ხოკრიშვილმა ამბობენ, მე მაინც ასე უნდა თქვა, რა დამამტკიცებ. აიღო ფული და ეხლა წავიდა და ოჯახში ვიღაცას ძუძუ მოენატრა თუ რაღაცა იცით ალბათ ეგა. გარემოს დაცვაში რო იყო. აი მას შეიტანა ეს პროექტი და მე არ ვარ ირაკლი ღარიბაშვილის ავტოკრატი არც პოლიტიკოსი არაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ჩახედოთ აუქციონის გვერდზეა ხო ისა. ის რაღაცა ხონკიშმა წარადგინა 6 პროექტი, სულ იყო 6 პროექტი და ისე მოაწარა ხელი რომ არ საუკეთქენ როგორც გვეუბნებიან. მეტიც ახლა ერთ საიდუმლოს გაგიხვათ რომ რო იცოდენ რომ ვიცი. როგორც ამოიღებენ ამ გზეს ასაწყისს, სადაც დიდი რაოდენობით მეტალი, ლიცენზიანტი და როგორც ამბობენ საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე აღებული ჯავშნილი ბილეთები და საერთოდ ტოვებენ ამ ქვეყანას. მაურო თუ გამოგიგებია. ახალი საქენია, მე ყველა კოდექსი. ყველა ესე და ეს განკარგულები. აი გადის ყველაზე საქმიანი ლოზუნგი. რომელიც საერთო საფრთხეს უქმნის მარტო ზესაფონის მაცხოვრებელს კი არა, გარშემო მის რაიონის მაცხოვრებლებსაც, რომელიც აიგრავა ეს ქუჩა და ყველა დაავადებულია ხალხი და ჩემი შვილი ამ ბაზარში მუშაობდა და ამით დაავადებით დამეღუპა შვილი რომ ბაზრიდან მაგაღებული სეცხი მიდან ბანკიდან და ის ვალი 3 წელი უნდა ვიხადო, რომელიც ამ ბაზრიდან მაგ ბატონ შემოსავალი სხვა არაფრიდან რითი უნდა გადავიხადოთ ეს ბატონი კი არა, სხვებსაც გადაგ ყველა ადამიანი ვინც კი ამ ბაზარში არის ყველას აღებული აქვს სეცხი. რითი უნდა გადავყოლოთ რომ ის ქუჩა დაინგრეს ჩვენთვის ყველაფერი საარსებო მომსწარი არის. აი მარტო აქ შემოვედით ჩვენი თავრობა ჩვენზე არაფერს ფიქრობს, არაფერი არ ატარებს ხალხის შესახებ და შემოვედით გაჭირებული ხალხი ორი ლუკმა პური ვიშოვა და იმის საარსებოსაც გვიკეტავს და ας ფიქრობს საერთოდ ჩვენი თავრობა რომელიც აირჩია ხალხა რისთვის აირჩია ხალხმა თუ კიდე ხალხის ვინ არის ფიქრებს. 30 წელიწადია რაც ეს ფერომანგანული ნარჩენებს რასაც უწოდებენ ზესაფონში რაც დაიწყო დაფრები ათეულობით ადამიანი ტარი მაგარწრების დროს არც ერთი ზესაფონს არ უსარგებლია თუ ვინ ზესაფონი ჩარხეს სამსაგიტებში დაჭერილია ნახევარი ზოგი ტარია ზოგი არავის არ უსარგებლია ჩვენ ვართ ამ 30 წელიწადი ამ ბაზარში ვართ ეს ქუჩა გაყიდულო როგორც უგახსენებთ თუ ის გაიყიდა და გაითხარა ეს ბაზარი თავისთავად დაკეტილია ჰაერში ვარ და ვჩები კაცო ვაპროტესტებთ ამით ვარჩევთ თითოეულ შედეგანი ოჯახს კიდევ ვიმეორებ არც ზესაფონის 30 წლის მანძილზე ამით არ უსარგებლია პირიქით დაიღუპა დაიცვა ზესაფონები ამის ამოღებია ვაირა Please, ceremony with this, Arshre, Bad Badi,